ღვთისშვილი. ცხვირი საერთოდ აღარ აქვს. უნდა დაველოდოთ, როდის შეუხორცდება. მაგრამ ცხვირის აღდგენაც ჩემს ძალებს აღემატება. სად იყავით, როცა ეს მოხდა? სად იყავით? გაკვეთილს ვატარებდი. მასწავლებელი ხართ? გაკვეთილს ატარებდით. როდესაც დაწექით, მაგ დროს მოგხვდათ ნამსხვრევი. ბავშვები დაშავდნენ? არავინ დაშავებულა. რამდენი ბავშვი იყო? 75. 75? სკოლა დაინგრა? დიახ. ჯუმა, სინათლე მჭირდება. ეს ყველაფერი აბსურდია. სრული აბსურდი. უბრალოდ უაზრობაა. კარგი, მოდი გავწმინდოთ და კარგი. გავწმინდოთ და შემდეგ ჩაიცვით. შეხორცდება და ნაიარევი დარჩება. ეს ომში დაშავებულების წიგნია. აქ არის ჯორჯი, ის 1342 დაშავებულია. ჩვენ ეს 2011 წლის ივნისში დავიწყეთ, როდესაც პირველ დღეს პირველი ჯგუფი მოვიდა. ეს ჩემი ფოტოაპარატის მეხსიერების ბარათია. ყველა იმ ადამიანის ფოტო მაქვს, ვინც საარტილერიო შეტევების და დაბომბობის შედეგად დაშავდა. ომარ ალ-ბაშირის სასამართლო რომ გაიმართება, იმედი მაქვს ამას გამოვიყენებ როგორც სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებას. ყველა ადამიანის სიცოცხლე ერთნაირად მნიშვნელოვანია. ეს თუ დაგვავიწყდა, ადამიანობას დავკარგავთ. თვალი განადგურებულია. არქოვანა დაზიანებულია და ყველაფერი მოშლილია. ის სინათლეს ხედავს. მე აფრიკაში ცხოვრება ავირჩია. რაც 18 წლის გავხდი. ამდენი ხანი ერთ ადგილას არასდროს ყოფილ ვარ. ექიმებში ყველაზე მეტად აღმართოვანებდა ის, როდესაც ადამიანი ერთ ქალაქში ჩადის. კაბინეტს ხსნის და იქ 30-40 წელი რჩება. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს ყველაზე მაგარი რამეა. თავადაც ასეთი მინდოდა ყოფილიყავი. მომწონს, როდესაც ერთ ადგილას რჩები დიდი ხნით და იქაური საზოგადოების ნაწილი ხდები. ბომბის ნამსხვრევები აქვს მკერდის და სახის არეში, ასევე თვალში და მარჯვენა ხელში.
რამდენიმე ნამსხვრევი მოხდა. თავარი პრობლემა მოცელია. თუმცა უნდა გადაიტანოს ეს ახალგაზრდაა და სხვა მხრივ ჯანმრთელიც. ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც თავზე გადაგიფრენს, აუცილებლად ჩამოაგდებს სადმე ბომბს და ვიღაცას მოკლავს. კომერციული რეისები აქ არ დაფრინავს და არც კერძო სესნათი გადაგიფრენს თვინმე. აი იქ მიფრინავს. ეს ანტონოვია და დიდ ბომბებს აგდებს. მათ იციან როდის რა მოფრინავს. ყველა ხმაურზე ვართ მომართულები. მანქანის ხმაც რომ გავიგონოთ, ცოტა ხნით ვჩუმდებით და ვუსმეთ. ვფიქრობთ იქნებ ეს ბომბდამშენია და არა მანქანა. მე ხვდები რომ ეს მანქანაა და მშვიდდები. ქარსაც თვითმფრინავის ხმა აქვს. ზამიერად შეშდები. ეს ქარია თუ თვითმფრინავი. წარმოიდგინეთ, რას უშრება ეს ყველაფერი ამ ბავშვებს. როგორც კი ხმაურს გაიგონებენ, ორმოში ძვრებიან. ეს აბსურდის თეატრია. აბსურდის თეატრი. ეს ანტონოვია. ვინიც ის ადმიდეს. შეიძლება უბრალოდ შემოგვიფრინოს თავზე და წავიდეს. თუ ხმა მოიმატებს, ხალხი ორმოებისკენ გაიქცევა. როგორ არის? კიდევ აქვს შეტევები? ამ ქალს ეპილეფსია აქვს. ასეთ საავადმყოფოს მინიმუმ 3-4 ექიმი უნდა მართავდეს. მინიმუმ. ეს ის შემთხვევაა, როცა უბრალოდ არჩევანი არ გაქვს. ექიმი ტომი, გინეკოლოგია, თერაპევტია, ქირურგია, ყველაფერია. იყო დრო, როცა აქ 500 პაციენტი ყავდა. ექიმი ტომი ისე იღლებოდა. მთვრალივით იყო. კარგი ბავშვი ხარ. შარჩი წევს, ასე რომ კარგად არის დატენიანებული. შენ ჭკვიანად იყავი. მოდი აქ, მოდი. ძალიან ჯიუტი ხარ. ძალიან. ამას ყავარჯნები ქონდა. მერე აიღო და აი იმ გოგოს დაარტყა. მერე ისიც ცდილობდა რომ ეცემა. ის განსაკუთრებული ადამიანია და ცოტათი შეშრილიც. ყოველდღე ატარებს შემოვლას. ყოველდღე მუშაობს კვირის გარდა. მთელი წლის განმავლობაში და ღამითაც იღებს გამოძახებებს. მეც ექიმი ვარ და ეს ჩემთვის ერთდროულად შთამაგონებელიცაა და შიშის მომგვრელიც. ყოველ ღამით გამოძახებების მიღება კოშმარულ სიზმარს გავს. ამ ქალს საშვილოსნოს გარე ან მილის ორსულობა ჰქონდა. ეს ტრადიციული მკურნალობის ნიშნებია. თუ სოფელში ადამიანი ავად გახდა, წვით მკურნალობენ. სიგარეტით გაკეთებულს გავს. ტიპური ნაიარევებია. ზოგჯერ კისერზეც წვავენ. გიშველა? ეგ მედიცინა არ არის. კარგი? თუ ავად ხარ, საავადმყოფოში უნდა მოხვიდე. არჩევანი არ აქვს ამ საკითხში. ნაკერები დღესვე უნდა მოხსნათ. ხალხი საუკუნეების განმავლობაში იდევნებოდა უცხოტომელების მიერ. ამიტომ, როდესაც კენიიდან, უგანდიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან მოდიხარ, აქ არავინ გენდობა. ნუბას ტომის ადამიანს ხელგამოწყვილს ვერასდროს ნახავ. თვეების განმავლობაში 100-200 ადამიანი მოდიოდა საავადმყოფოში საკვებისთვის. არც ერთ მათგანს არ უთქვას, მშიერი ვარ და მაჭამეთო. ყველა ამბობდა სამუშაო მოგვეცით რომ ჭამოთო. ასეც ვიქცეოდით. ეს ორმოები, რომლებიც ბომბებისგან გვიცავს, სწორედ ამ ხალხმა ამოთხარა. ნუბას მთები ძალიან მდიდარია მინერალებით. მათ შორის ნავთობით. აქაური ველები ძალიან ნაყოფიერია. ამიტომ ომარ ალ-ბაშირს ეს მიწასურს. მაგრამ არ სურს ეს ხალხი. ბაშირი თვლის, რომ შავკანიანები დაბალი განვითარების რასაა და ამიტომ არ აღელვებს ეს ხალხი. მას მხოლოდ ის აღელვებს, რაც ამ მიწაშია. ჩემი აზრით, მთავრობამ ამ ხალხის განადგურება გადაწყვიტა. ეს ომი
მხოლოდ ჯარისკაცებს შორის არ მიდის. ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს და ამ მოსახლეობის განადგურებას სურთ. ისინი გადამწვარი მიწის ტაქტიკას იყენებენ. სოფელს მთლიანად წვავენ და მოსავალს ანადგურებენ. ბომბდამშენებს აგზავნიან და ტერიტორიას ბომბავენ. ამის შემდეგ ხალხი თავად მიდის. ხალხი აქ ვეღარ ჩერდება. საომარი მოქმედებები 2011 წლის 6 ივნისს დაიწყო. ამის შემდეგ აქედან 1 საათის სავალზე მდებარე სოფლებშიც იყო ბრძოლები. ამიტომ ეპისკოპოსმა გვითხრა, რომ აქედან უნდა წავსულიყავით. დაცვამ კი გვითხრა, რომ ჩვენ ვეღარ დაგვიცავდა. ისეთი ვითარება იყო, რომ არ ვიცოდით, როდის რა მოხდებოდა. ეპარქიაში გვითხრეს, ვისაც გინდათ დარჩით, მაგრამ თვითმფრინავი რომ მოფრინდეს, ჩვენ ვერაფერს გიშველითო. ამიტომ ექსპატრიატებმა, კენიელებმა, უგანდელებმა და ორიოდე ამერიკელმა წასვლა გადაწყვიტეს. ხოლო ჩვენ დარჩეთ. ექიმი ტომი, მე და დედა როსიო. მე ვიცოდი, რომ თუ წავიდოდი, ბევრი ადამიანი მოკვდებოდა. ჯადოქარი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ შემიძლია ისე გავაკეთო, რომ ზოგიერთი მათგანი გადარჩეს. ეს ფაქტია. ამიტომ ჩემი წასვლით გამოვიდოდა, რომ ჩემი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე სხვების. მე კი ამას არ ვეთანხმები. ასეთი ფიქრი არასწორია. ამიტომ გადავწყვიტე დავრჩენილიყავ. თუ რამე მოხდება, დაგბომბავენ და ასე შემდეგ. თავს ერთად ვუშველით. კარგი. კეთილი. ეს მართა ის 22 წლისაა. ხუჩაბაც რომ დაბომბეს იმ ადგილას იყო. რთული ოპერაცია იქნება. კლავის გადარჩენას შევეცდებით. შეიძლება ამპუტაცია დასჭირდეს. უბრალოდ დრო მივცეთ. ვცდილობ 6 საათისთვის აქ ვიყო. და დილის ლოცვა ვთქვა. ამით გონებრივად ვემზადები მორიგი დღისთვის. ვფიქრობ, ყველაზე მეტად ეს მომენტი მიყვარს. სიბნელეში გატარებული ნახევარი საათი ყველაზე მეტად მიყვარს. რატომ არ შეიძლება, რომ სამხრეთ კორდოფანში დახმარება შეუშვათ? იქ ხომ ქალები და ბავშვები არიან საკვების და წყლის გარეშე. ეს აბსოლუტური ტყუილია. ჩვენ ახლა უკვე ვაგზავნით საკვებს და მედიკამენტებს. ჩვენ ვთვლით, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული იმისგან, რაც ხდება. მე გაწმილებული ვარ ჩემი ძველი მეგობრით, ბატონი ოსმანით. ალბათ ძალიან რთულია, როდესაც გენოციდის წამომწყების სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი ხარ. რასაც ის ამბობს უბრალოდ ტყუილია. ბატონო ოსმან, შეიტანს თუ არა მთავრობა დახმარებას ნობას მთებში? ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მთავრობის საშუალებით. ხო, მაგრამ სანამ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხალხი ერთი მონაკვეთია ბიბლიაში, როდესაც იესო ქრისტე და იურისტი საუბრობენ. ადამიანი მიდის ქრისტესთან და ეკითხება, როგორ მივაღწიო სამუდამო სიცოცხლეს? ქრისტე პასუხობს, თუ უფლის სამეფოში შესვლა გსურს, გაყიდე ყველაფერი. მოიშორე თავიდან, რაც გაგაჩნია.
მიეციფული ღარიბებს და ჯვარი ატარე. ჯვრის ტარება ნიშნავს, რომ ცხოვრების ტვირთი უნდა აიკიდო და ნახო, როგორია უბრალო ხალხის ცხოვრება. მერე იმ მონაკვეთში წერია, რომ ის კაცი დაღვანებული წავიდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გადავწყვიტე, რომ შეძლებს დაგვარად გავყოლოდი მის სწავლებას. ხშირად ვფიქრობ ამას. ძალიან შთამბეჭდავი ისტორიაა. შემდეგ, როდესაც კოლეჯი დავამთავრე, ექიმობა გადავწყვიტე. ცოტა დაბნეული ვიყავი, იმიტომ რომ ის იყო სამსახურის შემომთავაზეს General Electric-ში. ბრაუნის უნივერსიტეტში მექანიკური ინჟინერია მქონდა დამთავრებული. ეს 80-იანი წლები იყო და სამუშაოს თავდაცვის კონტრაქტორებთან მაძლევდნენ. ინჟინერად უნდა მემუშავა ბირთვულ წყალქვეშა-ნავში. ძალიან კარგი ხელფასი მექნებოდა. მაგრამ ამ ყველაფერზე უარი ვთქვი. შემდეგ ერთ დღეს, როდესაც ჩემი დეიდის დაკრძალვაზე ვიყავი, ჩემს მას ვუთხარი, რომ სამედიცინოზე მინდოდა ჩაბარება. ძალიან გავუკვირდა. რა სამედიცინო? შენი ინჟინერი უნდა იყო, ასე მითხრა. მე კი ვუთხარი, რომ მართლა ძალიან მინდოდა ექიმობა. თუმცა ეს ცოტათი ბუნდოვანი სურვილი იყო. ალბათ მამა ჩემიც ფიქრობდა, ნეტავ რა ჩაიდო ამ ბიჭმა თავში. უბრალოდ სამსახური იპოვოს და მუშაობა დაიწყოსო. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ კიდევ 4 წელი მშობლების ხარჯზე ვერ ვიცხოვრობე. ამიტომ საზღვაო ძალებს მიმართე სტიპენდიისთვის და დიუკის უნივერსიტეტში წავედი. სამედიცინო სტუდენტად. სწავლა რომ დავამთავრე, 5 წლიანი სტაჟი მქონდა საზღვაო ძალებში და ასე მოვიცილე ვალები. სიტყვები სუდანში წადი, ცაზე არ გამოსახულა. თუმცა ვფიქრობ, ღმერთმა იცის ჩვენი სურვილები და ამის მიხედვით გვიბიძგებს გადაწყვეტილებების მიღებისკენ. მეც ისე აღმოჩნდი სუდანში, რომ თავადაც ვერ შევნიშნე. აქედან არაფერი მჭირდება. არაფერს ვიყენე. სადმე ქოხში უნდა გადავიდე აქედან. არც კი ვიცი რა არის ეს. უბრალო ნაგავია. გატეხილი ფონედოსკოპი. პოლიეთილენის პარკები. ფეხსაცმელებიც არის. ალბათ იმ გოგონებს მივცემ, სოფელში რომ იარონ. 1 საათი დამჭირდება, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგო, მაგრამ ახლა ამის თავი ნამდვილად არ მაქვს. ძალიან დიდი დრო დამჭირდება, რომ ეს ნაგავი თავიდან მოვიშორო. ძალიან ბევრი ნაგავია. ეს ჩანთა მჭირდება. კიდევ ეს წიგნებიც და ცოტა ალკოჰოლი. მეტი არაფერი. უმეტესწილად სოციალურად იზოლირებული ვარ. სიმარტოვე მაძუხებს. ზოგჯერ ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ცოლი და ოჯახი მყოლოდა. მგონია, რომ მაკლია ასეთი ცხოვრება. სიახლოვე, ინტიმურობა მენატრება. აქ უბრალოდ მეგობარი ქალი ვერ გეყოლება. ამ მხრივ ეს საუდის არაბეთს გავს. აქ უფრო ვიქტორიანული ეპოქის სტილში ესმით. ამიტომ ფრთხილად უნდა იყო. საუბრისას სიტყვები კარგად უნდა შეარჩიო. აქაური ქალები ძალიან მიემზიდველები არიან. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. მეც სხვა მამაკაცებისგან არაფრით განსხვავდები. მღვდელი არ ვარ და აკრძალვები არ მაქვს. ასე რომ ეს ჩემი არჩევანია. ეს ბავშვები მუდმივ შიში ცხოვრობენ და ამიტომ კარგად ვერ სწავლობენ. სულ ზემოთ იყურებიან, თვითმფრინავების ეშინიათ. შემდეგ ვამშვიდებთ.
ვეუბნებით, რომ ეს სხვა თვითმფრინავია და გაკვეთილზე ვაბრუნებთ. მაგრამ მათ მაინც ეშინიათ. სულ შიშში ცხოვრობენ. ამ ბავშვს ჭურვის ნამსხვრევმა ხელი მოაგლიჯა. ესეც ჭურმა დააზიანა. ეს ანტონოვმა, ესეც ანტონოვმა. აი ამ ბიჭს მუნირი ქვია, 10 წლისაა. ჭურვი მოხვდა და ხელი და ფეხი მოაგლიჯა. ბარძახთან გაუკეთეთ ამპუტაცია და საკმარისი ადგილი აღარ დარჩა, რომ პროტეზი გაუკეთდეს. ხელის პროტეზსაც ვერ ვუკეთებთ. არც კი ვიცი როგორ მოვიქცე. ეს აგრარული საზოგადოებაა, თუ ხელის და ფეხის გამოყენება არ შეგიძლია. არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გააკეთო. არ ვიცი. აქედან კარგად ხედავ. ის ჰეიბანისკენ მიდის. არა, ჰეიბანისკენ არა. გაუდასკენ მიდის. არ ვიცით. მტერი ემზადება, რომ ხარტუმიდან გაუდასკენ წავიდეს. თავრობის ძალები მაფლუდან 375 მანქანით დაიძრნენ. 4 სხვადასხვა მიმართულებით. ეს ახალგაზრდები ამ წუთას მივიღეთ. დაახლოებით საღამოს 6-7 საათზე. ანტონოვმა დაბომბა მათი სოფელი. ამას საკმაოდ სერიოზული ჭრილობა აქვს ზურგზე. მისი თანასოფლელები მთებისკენ წავიდნენ და გამოქვაბულებს აფარებენ თავს, მაგრამ იქაც კი არ არიან დაცულები ბოლომდე. აქ ასეთი რეალობაა. კარგი. კარგი. მოვალ და ვნახავ მაგ პაციენტს. აუცილებლად მოვალ. ეგ კაცი უნდა ვნახავ. პაციენტის სანახავად ამიზახეს. ექთნის ტერმინოლოგიით მან მდგომარეობა შეიცვალა. ეს ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც დაბომბვაში მოყვა. ნამსხვრევი თავში მოხვდა და თავის ქალაქ ჰქონდა გაბზარული. მთელი კვირა კომაში იყო. სიკვდილს ებრძოდა. აქ რომ მოვედი უკვე მკვდარი იყო. აქ ხალხი ხშირად კვდება. იწევს, რომ ამას შეეგუო და უბრალოდ მუშაობა განაგრძო. მთებში წითელას ეპიდემიაა და ჩვენმა საავადმყოფომ თითქმის 1400 პაციენტი მიიღო. კარვების ქალაქის გაშლა მოგვიხდა და თითო საწოლში 2-3 ავადმყოფი ბავშვი წავს. ყველა სახველებს აღებინებს, დიარეა აქვთ და გაუწყლოება. 12 საათის განმავლობაში 1 ლიტრი უნდა მიიღოს. კალო, როგორ ხარ? კალო, თვალები გაახილე. თვალები გაახილე. კალო. მე არ ვიცი რა ხდება. მაგრამ ბავშვები რატომ უნდა დახოცო?
სუდანის მთავრობა ხელს უშლის ორგანიზაციებს, რომ პატარა ბავშვებისთვის ვაქცინები შემოიტანონ. ამბობენ, რომ აქ ამბოხებულები არიან, პატარა ბავშვები არიან ამბოხებულები. სერიოზული გაუწყლობა აქვს. ეს ორგანიზაციები ამბობენ, რომ ტრანსსასაზღვრო ოპერაციას ვერ ჩაატარებენ. იმიტომ რომ ეს სუდანის სუვერენიტეტის დარღვევა იქნება. გამოდის, რომ ყველა ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ბრალდებულ სამხედრო დამნაშავეს უსმენს, რომელიც ამბობს, რომ მის ქვეყანაში ვერავინ შევა ბავშვების ვაქცინაცია რომ ჩაატაროს. ჩვენ უკვე 20 თუ 30 სიკვდილი დაგვიფიქსირდა წითელასგან და ებოლას შესახებაც ყველა მიცის. ვისაუბრობს წითელას ეპიდემიაზე ნუბას მთებში? არავინ. 3 წელიწად ნახევარია ჰუმანიტარული დახმარება არ შემოსულა. რით უნდა დაეხმაროს ამბოხებულებს ვაქცინების შემოტანა? შემდეგ ჩვენ გვიწევს დედის განწირული ტირილის სმენა, როდესაც მისი შვილი მოკვდება. და ეს არის მის არც ჟენევაში, არც UNICEF-ის შტაბ-ბინაში ან ნიუ-იორკში. მათ არ უწევთ აქ მოსვლა კვირას დილით, რომ გარდაცვლილი ბავშვი ნახონ. ისინი ამას მოკლებულები არიან. ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა. რატომ ვუსმენთ კრიმინალ რეჟიმს, რომელიც საკუთარ ხალხს ბომბავს და კლავს? ჩამოვიდნენ და ნახონ, რას იწვევს მათი პოლიტიკა. მე ამის სატანას აღარ ვაპირებ. საკმარისია. სუდანის ჯარისკაცებმა მტერი ანგარტუდან განდევნეს და შემდეგ ტალოდისკენ დაიხიეს. არ ვიცი რა შედეგი ექნება ამას. პერიოდულად წვეულებებს მართავთ ხოლმე. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ეს არასწორია, როდესაც ომის ზონაში ვიმყოფებით, მაგრამ მე ვთვლი, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების მორალისთვის. წვეულებები საკმაოდ მარტივია. ყიდულობ ხორცს, ხარს, რამდენიმე თხას და ქათამს. შემდეგ ამ ცხოველებს დაკლავენ და კერძებს ამზადებენ. დიდი სუფრა იშლება, ყველა ჭამს და შემდეგ ერთობიან. ეს მოდუნების და სტრესისგან გათავისუფლების დროა. სიტუაციის შეცვლა კარგად მოქმედებს ადამიანებზე. უბრალოდ ურთიერთობას ადამიანებს შორის, გემრიელ სადილს და გართობას დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, მე მიყვარს ნუბას ხალხი და მიყვარს აქ მუშაობა. აქ იქამდე ვიქნები, სანამ ისე არ დაუბერდები, რომ კურნალობის უნარი აღარ მექნება. ჩემი ოცნებაა, რომ ამ საავადმყოფოში ყველაფერი მოვაწყო. ყველაფერი ავამუშაო ისე, რომ შემდეგ ის თავიდან ბოლომდე ნუბას ხალხმა მართოს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დავეხმაროთ მათ და საბოლოოდ ამ ხალხმა აიღოს სადავეები ხელში. იდეალურ ვითარებაში აქ ნუბას ხალხის წარმომადგენლები უნდა მუშაობდნენ ექიმებად. ძალიან გაფუჭებული კმილები აქვს. ჩემი ოცნებაა, რომ აქ ნუბას ხალხი მუშაობდეს. მხოლოდ ფეხმძიმობაა, მეტი არაფერი. ხო, ეკლამპსია ფეხმძიმობისას ხდება. ჩვენ ადგილობრივი პერსონალიდან 8 ადამიანი დავაფინანსეთ და
სასწავლებელში გავუშვით. ახლა ისინი დაბრუნდნენ. ჰიპერტენზია, პროტეინურია, ედემა და კონვულსიები. ეკლამპსია 4 რაღაცაში ვლინდება. პრეეკლამპსია 3-ში. ახლა კიდევ 9 თუ 10 ადამიანი გვყავს გაშვებული სასწავლებლად. ისინი რამდენიმე წელიწადში დაბრუნდებიან. პენისის თავი გააყოლეს. აღარ აქვს. წინდაცვეთა იყო სოფელში. სოფელში გაუკეთეს? და თავიც მიაყოლეს. ეს რანაირი წინდაცვეთაა? ძალიან ცუდია. რატიბა განსაკუთრებული ქალია. განათლება არ მეუღია. მაგრამ ძალიან ნათელი გონება აქვს. აუცილებლად უნდა გავუშვათ სასწავლებლად. და ამ საავადმყოფოს პატრონი გახდება ცოტა ხანში. ამ ქალს ძალიან ნათელი მომავალი აქვს. მაგრამ ყოველ წელს ბავშვს აჩენს და ამის შანსი ასე ვერასოდეს ექნება. მინდა რომ 3 გოგო და 3 ბიჭი მყავდეს. ნუბილმა ქალმა მინიმუმ 12 ბავშვი უნდა გააჩინოს. მაგრამ 6 ჩემი მაქსიმუმია. ბევრი ბავშვი უნდა გავაჩინოთ, რომ ისინი ჩავანაცვლოთ, ვინც ბრძოლაში დაიღუპა. ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც რამდენიმე ადამიანი შეიძლება საავადმყოფოს მართავდეს. ორშაბათს თეატრისთვის ვემზადებით. ჩემი მიზანია რომ ამ ეტაპამდე მივიდეთ. ყოველთვის მზად უნდა იყო მოულოდნელი თავდასხმისთვის. ყოველთვის მზად უნდა იყო. გესმის? ეს ქალები ძალიან ძლიერები ყოფილან. ღმერთო, მეტკინა. შეხედეთ ჩემ ხელს. ღმერთო. შეხედეთ. დეფორმირებულია. კარგი. ყოველთვის მზად უნდა იყო. მნიშვნელოვანი გაკვეთილია. გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად. კარგად გამოიყურები. დღეს კუჯი ვნახე. უთხარი რომ შენი ძმა მოიყვანოს, მაგრამ იგვიანებენ. ახლა გეტყვით რა ხდება. ეს არის ადამიანი, რომლითაც დამინტერესდი. ის ახლა სამხრეთ სუდანშია წასული, სწავლობს. საქმეები როგორ მიდის? ასე რომ ახლა დისტანციურად ვურთიერთობთ. მენატრები. როგორ მიდის სწავლება? ასიმა არაბული სახელია, გაზაფხულს ნიშნავს. მაგრამ ამ კულტურაში მსგავს რაღაცებზე ღიად საუბარი არ შეიძლება. კამერა ჩართულია? ასეა? თავი გადავიპარსე, რას ვფიქრობ? კარგია. რატომაც არა. მისი მამა გარდაცვლილია. დედა კი კეთროვანი პაციენტია. ამიტომ ის ჩვენთან ერთად იყო ცოტა ხნის წინ. ვფიქრობ, კარგი ოჯახი იქნება. პერსონალი ამას როგორ მიიღებს, არ ვიცი. იმედი მაქვს წინააღმდეგები არ იქნებიან. თუმცა ჯერ ველოდები და შემდეგ ნახოთ. ნახოთ როგორ წავა საქმე, როდესაც ერთ გარემოში ვიქნებით. თუ ყველაფერი გამოვიდა, ძალიან კარგი იქნება. აქ გჭირდები, ყველას გვენატრები. რა თქმა უნდა, მალე ჩამოვალ. იმედია. ღმერთო დაგვეხმარა. შემოვლა დავიწყოთ, ძალიან სწრაფად ბევრი პაციენტი გვყავს. ეს რა არის? დაწექით, დაწექით. დაწექით. ღმერთო დაგვეხმარა.
აი, მოდის. მოდის. ალბათ 40 მეტრში საავადმყოფოდან. ყველა იატაკზე წავს. ყველა პაციენტი გაიქცა საავადმყოფოდან. აღარავინ დარჩა. ყველა საწოლის არიელია. ყველა ორმოებშია დამალული. როგორ ხართ? ვინმემ დაინახა? გონი ისე ბრუნდება. გონი ბრუნდება. დაწექით, ბრუნდება. მათ ხარტუმის მთავრობა აგზავნეს. ზუსტად იციან სად ვართ და არც საავადმყოფო ადარდებთ. როდესაც სამიზნე ხარ, ყველაფერი სხვაგვარადაა. ნადირად გრძნობ თავს. ტერორში ხარ და იცი რომ ვერავინ დაგიცავს. რატომ უნდა დაბომბოს საავადმყოფო? რატომ? ეგ იმიტომ ის მოკლა უნდათ? რატომ? რა დააშავა? მეორე ბომბი აქ დაეცა, ზუსტად ჩემი სახლის უკან. ეპიცენტრი აქ არის. ბომბი აღარ არსებობს. აქეთ ხეებია. ხეებს შეხედათ. ხეებს შეხედათ, განადგურებულია. ოთლები გარშემო ყრია. ასე რომ როგორც ჩანს, მე ვიყავი მათი სამიზნე. უბრალოდ სახლს ააცილეს. თქვენ გეცოდინებათ ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან. სწორედ ამას ვასწავლით ახლა. ნამდვილად სამიზნეები ვიყავით. 11 ბომბი ჩამოაგდეს, მაგრამ 2 თუ 3 მსუბუქი დაზიანება ჰქონდა. არავინ დაღუპულა. ამჯერად სასწაული მოხდა. სახლი კარგად არის. ესე იგი ნახე? აუ, ნახე, სახლი კარგად არის. მხოლოდ სახურავი დაიწვა. მეტი არაფერი. როგორ შეიძლება ადამიანი ორ ზებგერით გამანადგურებელს აგზავნიდეს საკუთარი ხალხის დასაბომბად და ეს მსოფლიოში არავის ანაღლებდეს? საერთოდ არავის. სად არიან ძლიერი ქვეყნები, რომლებსაც ამის შეჯერება შეუძლიათ? ნობელებმა საკმარისი სისხლი დაღვარეს. მას შემდეგ რაც ეს საავადმყოფო პირველად დაიბომბა, ხალხი ამას პირად ტრაგედიად აღიქვამს. ეს საავადმყოფო მათი ერთ-ერთი მთავარი სიამაყეა. ისინი თვლიან, რომ ეს ყველა ნუბელისთვის არის მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ აქაური ნუბელებისთვის, არამედ ყველასთვის.
ახლა აფთიაქში ვმუშაობ და ვასწავლი მათ, როგორ უნდა შეინარჩუნონ ჯანმრთელობა. თავადაც ბევრს ვსწავლობ. ბევრი პრობლემაა. ამიტომ აქ ვრჩები და ხალხს ვემსახურები. ბევრი ნუბელი ახლა ამ საავადმყოფოში ლიდერობას იღებს საკუთარ თავზე. მათ სულ უფრო და უფრო დიდი როლი აკისრიათ. 5-10 წელიწადში სრულად გააკონტროლებენ აქაურობას. ასეც უნდა იყოს. რადგან ასეთ რთულ დროს მათ გვერდით ვართ, ისინი უკვე თავისიანებად აღგვექვავენ. ეს ჩვენი ხალხია და ჩვენც მათი ხალხი ვართ. შეხედეთ ამას. ძალიან დიდია. ჩემი მეგობარია. მე მჯერა რომ ამ საშინელი ტანჯვის შედეგად რაღაც კარგი აუცილებლად მოვა ნობელებისთვის. შესაძლოა ახლა არა. შეიძლება ჩვენ აღარც ვიყოთ ცოცხლები, მაგრამ აუცილებლად მოვა. სინათლე გამისწორე თუ შეიძლება. მომწონს, როდესაც ადამიანი ერთ ადგილას რჩება და იქაური საზოგადოების ნაწილი ხდება. ყოველთვის მინდოდა ასე ცხოვრება, როგორც ექიმს. აი, ფეხი გამოჩნდა. გრძნობ, რომ აქ ჩემი ადგილია. ამაში ეჭვი არ მეპარება. ჭიპლარი გადაჭერე. მიდი. ეს ჩემი სახლია. იმედს ვხედავ აქ, ამ ადამიანებში. კარგი ბავშვი ხარ. ძალიან კარგი ბავშვი ხარ. სწორედ ამიტომ არის, რომ აქაური ადამიანების ცხოვრება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვისი. იმას გულისხმობ, რომ ნებისმიერი სიცოცხლე იმედის მომცემია. გახმოვანებულია მთავარ არხზე.